როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად ესაუბრება ვლადიმერ პუტინი პირებს, რჩევლებს, რომლებიც კრემლში არ არიან, თეთრ სახლში არ რუსეთის თეთრ სახლში არ არიან, FSB-ში არ არიან, მის ადმინისტრაციაში არ არიან, ასე მაგალითად უშიშროების საბჭოში. და ვისაც ესაუბრება, ვინ არიან ეს ადამიანები? უკლებლივ ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს ეს კითხვა რო დაუსვა, ბევრ თქვენგანი მეტყვის, რომ ყველაზე უფრო ხშირად ესაუბრება პუტინი დუგინსო. კაცი მცოდნეა, ეს კაცი განა არა, თეოლოგია. ფრიად განათლებული კაცი ბრძანდება, მაგრამ შოვინისტია, იმპერიალისტია, ის არის ავტორი დღევანდელ რუსეთში. ოდინდელი იდეისა ევრაზიული სამყაროს შექმნა აღორძინების თაობაზე. ეს დუგინი ცოტა შეშლილიც არის, იცით თქვენ, აქ მას თავისი კამანდა ყავს, ვასაძე, სხვები და სხვები, ჩათირიშვილი. ნაწილობრივ მეუფეშიო. მოკლედ ეს დუგინი შოვინისტიკაცია და პუტინი ესაუბრება და ამ დუგინს აქვს ესეთი გიჟური იდეები, დავბომბოთ ლონდონი, დავბომბოთ ბერლინი, მიწასთან გავასწოროთ პარიზი და ასე შემდეგ, გადავწყვეტ ოკეანგაღმა ვაშინგტონს, ვაშინგტონიც გავასწოროთ მიწასთან და ასე შემდეგ. პუტინი მას უსმენს, რასაკვირველია, არ მინდა თქვა რომ მაინც და მაინც იწერს მის მოსაზრებებს, მეთქი იმახსოვრებს, რასაკვირველია. და ალბათ გულში ნაწილობრივ მაინც ეცინება, იმიტომ რომ ნამეტანი გიჟური იდეები ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე რუსეთს რასაკვირველი არ აქვს არანაირი ბერლინსა თუ ლონდონის, პარიზისა თუ ვაშინგტონის დაბომბვის შესაძლებლობა უნარი, მართლა არ აქვს ოღონდ. პუტინი ვინ და პუტინი ამას ალბათ ხვდება, მაშინ, როდესაც უკრაინისთვისაც კი ვერ მოუვლია რუსეთს, უკრაინას კი ვერ დაუმარცხებია და ნიუსფიც რომ ჩახედავ, კატასტროფული მდგომარეობა აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ რუსეთს. რომელი ბერლინის და რომელი პარიზის განადგურებაზე, რომელი ლონდონისა და ვაშინგტონის მიწასთან გასწორებაზეა. საუბარი კი კვლავ ვიმეორებ უსმენს დუგინს, მაგრამ რომ გითხრათ, ყოველ შემთხვევაში ღია წყაროებში არ არის ცნობა დაზუსტებული ამის თაობაზე, რომ ხშირად ხვდება მეთქი პუტინი დუგინს, ტყუილი გავომივა. ასე 6 თვეში ერთხელო ერთგან ეწერა. ისიც არასაჯაროდ შეხვდება ხოლმე პუტინი, პრეზიდენტი პუტინი, შლეგი ლიდერი, შლეგ დუგინსო და იკვებს ის საზრდოობს, ხო, მისი იდეებით. გაცილებით ხშირად პრეზიდენტი პუტინი ხვდება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საბჭოთა და რუს პოლიტოლოგსა და ეკონომისტს, სამეცნიერო ხელმძღვანელს ფაკულტეტისა ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის თაობაზე, სამეცნიერო ხელმძღვანელს ნაციონალურ კვლევით უნივერსიტეტში და ეს არის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, რომელიც არის ავტონომიური წარმონაქმნი, ავტონომიური დაწესებულება და ფედერალური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. ხო, რომელიც თავის დროზე მანვე შექმნა 92-ში უფრო ზუსტი რო ვიყო და ასე შემდეგ. მოკლედ ეს კაცი, ამ კაცს ქვია სერგეი კარაგანოვი. აქაც ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია, რამდენად ხშირია მათი შეხვედრები, მაგრამ ერთგან კი არა, სამგან წავიკითხე, რომ 3 თვეში ერთხელ ხვდება და უმრავლეს შემთხვევაში ასაკურველი არა კამერების თანდასწრებით. ხო და ეს კარაგანოვი შეხვედრია ახლა. უგასწრებთ არ შეხვედრია. გაუკეთებია ამ კარაგანოვს განცხადება სერგეის, თუ დიდი ომი დაიწყება, ევროპა უბრალოდ შეწყვეტს არსებობასო. ეს შლეგი დუგინი არ გეგონოთ. ეს თვით სერგეი კარაგანოვია, რომლის მოსაზრებებსაც პუტინი ხშირ შემთხვევაში ეყრდნობა. მაგრამ ვიდრე პუტინზე გავაგზავნებდე საუბარს, მანამდე ორ სიტყვას ვიტყვი გამოპუტინებულ ბიზინა ივანიშვილზე. ბიზინა ივანიშვილიც უთუოდ ეცნობა კარაგანოვის ამა თუ იმ მოსაზრებას, კარაგანოვისა და სხვების ამა თუ იმ მოსაზრებას და უთუოდ ფიქრობს, რომ ესენი ამბობენ, თვით კარაგანოვი ამბობს, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი სიმართლეა. რაღაცა ესენი ამბობენ და თვით კარაგანოვი ამბობს ან სხვა ამბობს, ესე იგი ეს არა მარტო სიმართლეა, არამედ რუსეთს იმის შესაძლებლობა უნარი აქვს, რასაც ესენი, ანუ კარაგანოვი და სხვები, პუტინი და სხვები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, პირდებიან დანარჩენ სამყაროს და თუ ეს ასეა და რაღაცა ეს ასეა, ეს ამამისად არანაირი უფლება
ასე უნდა თქვა. არანაირი სხვა შანსი თუ გდებავთ, ასე ვიტყვი. ბიზნდა ივანიშვილს რომ იმოქმედოს სხვაგვარად არ აქვს. ამავდროულად მას ერთგვარად თუ მართებული სიტყვა სიამო მოსწონს ის, რასაც კარაგანოვი ამბობს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ხოდა კარაგანოვი ამბობს, რომ თუ დიდი ომი დაიწყება, ევროპა უბრალოდ შეწყვეტს არსებობას. ეს იმ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ მთავარი არა, იდეოლოგია ამბობს იმ ქვეყნის პრეზიდენტის რჩეველი, არაფორმალური კარაგანოვი. არაფორმალური რჩეველი კარაგანოვი ამბობს, რომელსაც აკი გითხარით პაკროვსკისთვისაც კი, უკრაინისთვისაც კი ვერ მოუვლია, რომლის პოლიტიკის შედეგადაც პუტინი იგულისხმება რუსეთის სიღრმეებში ფეთქდება და ფეთქდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ერთს კარაგანოვზე შევწყვეტ მესაუბარს. აი, მხოლოდ ნიუსფიც გავყვები, ერთი ვებგვერდი, ერთი სოციალური მედიის გვერდისა და უბრალოდ ჩაუწევ ხმას უბრალოდ თეორიულად რომ არ იყოს რაღაც ვიდეო და მაგალითად რუსეთში ომსკში მაგისტრალური გასცადენი უკრაინელმა დივერსანტებმა წარმატებით ააფეთქეს. ვიდეო ახლავს ამას. ჩამოვსკროლე. რამდენიმე წუთის წინ უკრაინელთა კამიკაძე დრონების მოფრენის შედეგად წარმატებით დაიბომბა დონეცკის რეგიონის რამდენიმე ქვესადგური. ჩამოვსკროლე. იქ რუსებზე გავრცელებული ინფორმაცია. ბლუმბერგის ცნობით ევროკავშირი ამზადებს 90 მილიარდი ევროს ტრანშს, წარმოიდგინეთ გრანტ ტრანშს, გრანტს უკრაინისათვის იმ შემთხვევაში თუ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ვერ განხორციელდება, ანუ ევროპა ისიგრძე განებს თავიდან ბოლომდე. ანუ აგძოთ პაკროვსკისთვის, პაკროვსკში რუსების მოიერიში ქვედანაყოფები გამაგრდნენ კი, მაგრამ ვერ აფერხებენ წინსვლას. ზაპოროჟიეს ფრონტი ბრძოლები გულია პოლესთვის 17 ნოემბერს სამსახველი ოპერატიული მდგომარეობა გულია-პოლეს მიმართულებაზე რუსებს წინსვლა აქვთ რივნოპოლიეს ჩრდილოეთ და იაბლოკოვოს აღმოსავლეთით, თუმცა აქვთ გარკვეული პრობლემები. აღმოსავლეთის ფრონტი უკრაინის შეერაღებული ძალების აზოვის მოიერიში კორპუსის უპილოტო სისტემათა ოპერატიულმა FPV კამიკაზე დრონების რუსი ოკუპანტების მორიგი ქვეითთა ჯგუფი. ნოვოპავლოვსკასთან უკრაინის შეერაღებული ძალების პერუნის უპილოტო სისტემათა ოპერატორებმა FPV კამიკაზე დრონების ჯახებით 7 რუსი ქვეითი გაანადგურეს. რუსი ოკუპანტების ბრჭყალებში დენაციფიკაცია წარმატებით მიმდინარეობს აღმოსავლეთ ფრონტზე. უკრაინის შეერაღებული ძალების 73 მექანიზებული ბრიგადის უპილოტო სისტემების ოპერატორმა კამიკაზე დრონებით ერთ-ერთ სექტორში 30 რუსი ოკუპანტი ერთი დღის განმავლობაში გაანადგურეს და ასე შემდეგ. რუსეთი დღეში არ ვიცი, მაგრამ კვირაში კარგავს მინიმუმ 1000-1200 ჯარისკაცს. მესმის რომ მას ულევი რესურსი აქვს, ასე რომ ამბობენ, მაგრამ თლად ულევი ეს რესურსი არ არის. დაუბრუნდეთ ამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის, ქვეყნის პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიასა და მრჩეველს სერგეი კარაგანოვს, რომელიც აკი გითხარით რომ ამბობს თუ ევროპა თუ დიდი ომი დაიწყება, ევროპა უბრალოდ შეწყვეტს არსებობასო. და ასევე ამბობს შემდეგს. ჩვენ, ანუ რუსებმა, უნდა დავძლიოთ სტრატეგიული პარაზიტიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით მოიცვა პარაზიტიზმმა ევროპული საზოგადოება. მათ დაკარგეს ომის შიში, ანუ ევროპელებმა და ეს არ გეგონოთ რიგითი მრჩეველი პუტინისა. რუსეთს მართლაც ადარდებს ის პირველ ყოვლისა, რომ ევროპა ახლა არის მილიტარიზებული. ევროპა მილიტარიზაციის გზაზეა, გრძნობს რა საფრთხეებს. იმ შემთხვევაში რუსეთი გარკვეულ გამარჯვებებს მიაღწევს უკრაინაში. განსაკუთრებით რასაკვირველია, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები გრძნობენ, მაგრამ ხელდაკრეფილნი ცხადი არც დასავლეთ ევროპის, ძირეული ევროპის სახელმწიფოები, მძლავრი სახელმწიფოები არიან. გერმანია შესანიშნავად ხვდება, რომ ემანდ უკრაინა რომ დამარცხდეს და მერე მიხვეს, ასე მაგალითად პოლონეთი, ცხადი არც ერთი დამარცხდება და არც მეორე, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაში გერმანიის უსაფრთხოებასაც გარკვეული პრობლემები შეექმნება რუსეთის ჰიბრიდული შეტევების იერიშების გათვალისწინებით, თუნდაც შემდგომ, თუნდაც პოსტპუტინისტურ ეპოქაში, რომელიც გვინდა არ გვინდა ახლოვდება 2036 წლამდე ვიქნეი პრეზიდენტ პუტინს აქ და თქვა და კანონმდებლობით ეს დამტკიცებული არის, მაგრამ არ არსებობს სამყაროში პოლიტოლოგი, მცოდნე კაცი, ექსპერტი, მიმომხილველი, ვინც დაბეჯითებით იტყვის, რომ პუტინი გაქაჩავს 2036 წლამდე. გნებავთ ფიზიკურად და გნებავთ ასევე ფიზიკურად, ანუ
მას არ დააყირავებენ კრემლში, FSB-დან თუ კრემლიდან. ეს კარაგანოვი კი პოსტპუტინისტურ ეპოქაზეც საუბრობს. ჩვენ უნდა დავძლიოთ სტრატეგიული პარაზიტიზმი ამბობს ის და ამბობს შემდეგ რამესაც. ახლა, როდესაც ევროპა თავად წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს, მან უნდა გაიხსენოს დიდი ომების ისტორია, ომის შიშის აღდგენა, მათ შორის ბირთვული ომის შიში აუცილებელია. ეს არის ევროპის გეოპოლიტიკურ პასუხისმგებლობაში დაბრუნების გასაღები. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, თუ პუტინთან აქვს შეხვედრები და ხშირი კომუნიკაცია კარაგანოვს, როგორ გონიათ კარაგანოვის უშუალოდ ან კარაგანოვის ოფისს, რუსეთის მრჩევლებს არ აქვთ გადა კომუნიკაცია ბიზინა ივანიშვილთან და არ აფრთხობენ, მას არ აშინებენ. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია რუსეთს მართლა ერთადერთი რითიც შეუძლია ის გაუთანაბრდეს დასავლურ სამყაროს, ზოგადად მათ შორის ევროპას, ეს არის ბირთვული ომის შიშის შთანერგვა და ამგვარი ჰიბრიდული ოპერაციის განხორციელება ევროპის წამყვანი სახელმწიფოების საზოგადოებების წინააღმდეგ, თუ რიგით გერმანელს ჰიბრიდული ოპერაციების შედეგად დააჯერებ, რომ ხვალზე ბერლინი შეიძლება აფეთქდეს, ამ რიგითმა გერმანელმა შეიძლება სულაც არ მისცეს ხმა ბოლო პერიოდის შეიმოსაზრებით საუკეთესო კანცლერ მერცს, კიდე მერკელი წამოსდა, ყველაზე ცუდი კანცლერი ვინც იყო, შეიძლება აღარც მისცეს მის პოლიტიკურ ჯგუფს ხმა და ის მოვიდეს ცოტა ხნით დარჩეს და მერე წავიდეს და რუსეთის მიმართ გაცილებით ლოიალური პირი მოიყვანოს გერმანულმა საზოგადოებამ. ოღონდ კვლავ ვიმეორებ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გერმანულ საზოგადოებაში, პოლონურში, ფრანგულში, ბალტიის სახელმწიფოების, რუმინულში უნდა მოხდეს უნგრეთიზაცია, ანუ ისეთი ტიპები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, რომლებიც ემონებიან ან ეჩოქებიან რუსეთს. ამაზე არის გათვლილი ყველა ის კარაგანოვი იქნება თუ სხვა, ყველა იმ პირის ეს კამპანიური შეტევები და მესიჯები, რომ აი რუსეთი შეუძლია გაანადგუროს ევროპა, თუმცა პუტინისთვის ხო ალბათ ცოტა რთულია ასე პირდაპირ მნიშვნელობით თითის დაჭერა ღილაკზე და ბერლინის მიწასთან გასწორება, მაგრამ არ გამორიცხოთ საბოლოო ჯამში, რომ ამაზეც წავა პუტინი და ეშინია თუ არა ბიზინა ივანიშვილს ამას ასთავანებოთ თავი. სჯერა თუ არა ბიზინა ივანიშვილს, რომ რუსეთი უძლებელია, რაც საკვირველია სჯერა და ბევრი რამ მისი რუსულობა ამითაც იხსნება. მას გონია, რომ დასავლეთი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და არც არანაირ ინფორმაციას არ ეცნობა თავადაც და არც აცნობენ რეალურად ფრონტზე არსებული მდგომარეობის თაობაზე. ბატონო ბიძო, რეალურად უმძიმეს მდგომარეობაშია რუსეთი. და კი არ იმარჯვებს, არამედ პირიქით უფრო მარცხდება და დამარცხდება განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტად გაისიგრძეგარებს ომში უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების თაობაზე, ხო გააკეთებს ამგვარ ანალიზს და იმის შესაბამისად იმოქმედებს. კიდე ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებით ევროპაში აბსოლუტურად შეშლილ ადამიანებთან. რითი განსხვავდება ეგრა მაგის პასუხია ამ ბანდიტი კარაგანოვის მესიჯი, ასე მაგალითად ბანდიტი პაპუაშვილის მესიჯისაგან აბსოლუტურად შეშლილი შეიძლება არ უწოდებია შალ პაპუაშვილს, მაგრამ ევროპის კრიტიკით დღენია დაგრომაა დაკავებული, ესეც ვიცით. ევროპული ელიტა, რომელთა შორისაც გაზრდილა გაქრა, ის დეგრადაციას განიცდის, ევროპის არაერთი ქვეყანას მართავენ გიენის ტვინის მქონე ადამიანები. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ბანდიტმა ქართულ გვარიანმა რუსმა პაპუაშვილმა და მისმა შაიკა ბრიგადამ რომელიღაც ეტაპზე გადმოიღო კარაგანოვის სერგეის ეს მიგნება სიტყვა ტერმინი და რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს ან პოლიტიკურ ელიტას ევროპისა გიენის ტვინის მქონე ადამიანები უწოდონ. არ გამოვრიცხავ, რომ პაპუაშვილმა გაიმეოროს, მე უბრალოდ კარაგანოვი არავის გაახსენდება როგორც პირველთქმელი და პაპუაშვილს მივდგებით და სამართლიანად ვის ეუბნები, რომ გიენის ტვინი აქვსო, ვისზე საუბრობ, ამას ვიტყვით და მართალნიც ვიქნებით, მაგრამ გეუნებით რომ გახსენებთ და გასწავლით კი ბოდი შევთქვი მაღალი სიტყვისთვის, რომ გიენის ტვინის მქონე ადამიანები თლად კარაგანოვს უწოდებია ევროპული ბიუროკრატები, ევროპული პოლიტიკური ელიტისათვის. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება ვაწარმოოთ ამერიკელებთან, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ადამიანური პოტენციალის გაცილებით დიდი ნაწილი და გაგება სურთ იმისა, თუ რას ნიშნავს ომის სინამდვილეში. ომი მძიმეა, მაგრამ ომის ავტორი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, არის არა ვინმე, არა ევროპა, არა შეერთებული შტატები,
არა უკრაინა, არა საქართველოს სხვა შემთხვევაში, არა ქართული საზოგადოება, არა ჩეჩნური საზოგადოება გასული წლის 90-იან წლებში, არამედ მხოლოდ იმპერიული ზრახვების მქონე სახელმწიფო რუსეთი. მისი კარაგანოვებით და პუტინებით, რომლებიც არ ჩერდება და ყველაფერი უნდა რომ მოიპოვოს, სადაც ხელი მისწვდება, ყველაფერს მისწვდეს და გაანადგუროს და რუსეთად აქციოს და რუსკი მირი ჩამოაყალიბოს და რუსულ ენოვანი სივრცეები ჩამოაყალიბოს. აკი ასეთი სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მართლა მიმდინარეობს ჩვენ სინამდვილეში, იმიტომ კი არა რომ ჩემი მეზობელი რო იქიდავა ბინა ის გოგონა ცუდია მაინც და მაინც. რასაკვირველია, ვერ მიედავები კრძალვით გელაპარაკება ინგლისურად, რუსულადაც არ ლაპარაკობს, როცა ეკითხები პუტინის რუსეთს ეწინააღმდეგები თუ არაო ინგლისურ ენაზე, ხო? ან გეზიზღება თუ არა, რაცა of course მეუბნება, მაგრამ ეს გამორჩეული ან კარგი ბჭყალებში უბჭყალებოდ რუსია, ხო, ვერაფერს რო ვერ მიედავები და ან ქუჩაში ყაზბეგზე თუ ვაჟა-ფშაველაზე, პეკინზე თუ კოსტავაზე, რუსთაველზე თუ მელიქიშვილზე, ჭავჭავაძეზე თუ წერეთელზე ისიც რამდენი კუნთმაგარი ტიპი რუსი დადის, რომელიც არაორდინალურ ვითარებაში საქართველოს წინააღმდეგაც გაილაშქრებს, ხვალზე მოითხოვენ მართლა ის კი ფეიქ ვიდეო იყო რამდენადაც ხვდები, მაგრამ მოითხოვენ რუსული სკოლების გახსნას ზეგმაზეგ, გასავად მანამდე საბავშვო ბაღების გახსნას, მერე სკოლაების გახსნას, მერე უმაღლესი სასწავლებლების გახსნას და პაპუაშვილი რუსი შეეწინააღმდეგება. ამას მე პაპუაშვილზე და ამ რუსებზე არ ვლაპარაკობ, უფრო კარაგანოვზე მინდოდა ორი სიტყვის თქვა და ესეთ კითხვასაც დავსვამ, როგორ გონიათ ბიზინა ივანიშვილი კარაგანოვის რჩევლებთან, ან უშუალოდ კარაგანოვთან ურთიერთობებს ცდილობს, ურთიერთობს, მე მგონია, რომ კი. ჩვენ დასავლეთს მკაცრი ულტიმატუმი უნდა წაავუყენოთ. პირველი, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში კონფლიქტისათვის ნებისმიერი სამხედრო მხარდაჭერა. სამხედრო მხარდაჭერა რომ შეწყდეს დასავლეთმა კოლექტიურმა უკრაინისათვის ზეგ არ ვიცი, მაგრამ ერთ-ორ კვირაში, სამ კვირაში კიევიც კი დაეცემა აღმართავს კარაგანოვის შლეგი ლიდერი მის ჯარისკაცების მეოხებით ძალისხმევით რუსულ სამფერადროშას კიევის თავზე და ზელენსკის პირდაპირ მნიშვნელობით დახრეტენ მაიდანზე, პირდაპირ მნიშვნელობით დახრეტენ. მე კი ამას არ ვაჭარბებ. ხა თუ მომედავებით რომ აჭარბებო, მოკლედ ისეთი მძიმე ხვედრი ელის ზელენსკის, როგორც ბევრს არ ჰქონია თანამედროვე მსოფლიოში, ამასთან დაუმსახურებლად, იმიტომ რომ ეს კაცი არის მათ შორის, მე მინდა ხაზგასმით თქვა ეს, მათ შორის ვინც რუსეთს გაუბედა და ხელი უკუღმა აარტყა. ეს სულ მინიმუმ ეს არის დასაფასებელი, როდესაც ზელენსკის პერსონას ვაფასებთ. მონანი დასაფასებელნი არ არიან, აი დინების წინააღმდეგ წასული პირები, რომლებიც რუსეთს არ დაემონნენ. ზელენსკი ჩვენ შემთხვევაში და აღარ განხილვა გვაქვს ჩვენ უკრაინის თემისა, სწორედ ზელენსკი რასაკვირველია დასაფასებელია ბევრად მეტად ვიდრე უკრაინის სხვა ნებისმიერი პრეზიდენტი, მათ შორის კარგების. მე მაგალითად ძალიან მომწონდა ოდესღაც იუშჩენკო, თუმცა ის სუსტი ლიდერი იყო. პოროშენკოსაც არ აუშავდა, მეთქი ასე ვიტყვი. და ეხა იანუკოვიჩი რომ რუსი იყო, ეს ვიცით, იმაზე უარესი რუსი არ იყო ვიდრე ბიზინა ივანიშვილია, მაგრამ ის იმ გზაზე იყო რუსეთის კუდი გორის გზაზე. შემდგარი ის რაც რამდენიმე წლის წინ რადიკალურად ითვლებოდა პრევენციული დარტყმების ან თუნდაც ბირთვული საპასუხო მოქმედებების აუცილებლობა, დღეს დომინანტური აზრია რუსული მოსახლეობის დაახლოებით 95 და ეს ვალდაის ცენტრს ეყრდნობა, რასაკვირველია და არა მხოლოდ და სამხედრო პოლიტიკური ელიტის 95% ამ პოზიციას იზიარებს, რომ ამბობს კარაგანოვი, ანუ თუ ეს მონაცემები სწორია, გამოდის რომ 10%-ღაა ნორმალური რუსეთში და არ არსებობს მართლა ისედაც არ არსებობდა, მაგრამ 2 რუსეთი 3, 7 ან 57 თუ მოსახლეობის 90% ამბობს, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენეთ უკრაინის ან ევროპის წინააღმდეგო, შეშლილა ეს ერი. მართლა შეშლილა, ოღონდ და რამელ დოსტოევსკი, ტოლსტოი, პუშკინი ესენინზე მელაპარაკებით, აქაური რუსები ჩვენ დოსტოევსკი პუტინის რუსეთში, პუტინისეულ რუსეთში დოსტოევსკიც აღარ არის დოსტოევსკი, ასე ვიტყვი. დოსტოევსკის უკაცრავად მეხუთე ხარისხოვანია. ფეხებზე არ მკიდია ტოლსტოი და ესენის საშუალო ლექსები, ტოლსტოის კარგი რომანი და ესენის საშუალო ლექსები, ან პუშკინის ასევე საშუალო ლექსები, როდესაც თურმე ეს იმპერიული, რომელმაც თავადაც არის ის, არც დოსტოევსკი, არც ტოლსტოი და არც ჩეხოვი, ეს იმპერიული ეს ქვეყანა, ამ იმპერიულ ქვეყანაში 90% სახლობს ისეთი, რომელიც ნახევარი დედამიწის განადგურებას ესწრაფვის განადგურება, რომელსაც 90%-ს
ნახევარი დედამიწის განადგურება სურს უნდა. არ მჯერა რომ რაიმე ევროპული უსაფრთხოების წესრიგი შენარჩუნდება, ჩვენი აზროვნება ახლა ევრაზიის ფარგლებშია. დიახ, ერთგან ამ ცოტა ხნის წინ ყარაგანოვს აქ ნათქვამი, ახლა ჩვენ ციმბირის დაპყრობა უნდა ვეცადოთო, ციმბირს უნდა დაუბრუნდეთ და ევროპა კი საბოლოო ჯამში უნდა მივაგდოთ და გასრისოს იქიდან შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანე მათ შორის ისი თქვენ პირდაპირ ლაჟვარდოვან ოკეანეს უწოდებს, ხოლო აქედან კი ინდო-რუსეთის ჩუკასთავად ჩინეთ-რუსეთის ალიანსმა სატანის ქმნილებასთან აგვაქვს საქმე. პაპუაშვილო, მე მგონი გჯობია რომ დაუჯერო პირდაპირ და შენს გაიმეორო რომ ევროპა დღევანდელი არის სატანის ქმნილება. მე არა ვარ დარწმუნებული რომ იგივეს არ გამიაიმეორებს პაპუაშვილი და თუ გერმანია მე უკვე ლაპარაკობს იმაზე რომ რაც შეეხება ჩვენს ფინელ მაგალითად გერმანიას გამოვტოვებ მეზობლებს ომის შემთხვევაში ჩვენს ინტერესებია რომ ისინი ლიკვიდირებულ იქნენ, ამიტომ უმჯობესი იქნება მათ მკვეთრად შეამცირონ სამხედრო წარმომადგენლობა საკუთარ ტერიტორიაზე. მე ხლა ამ ბოდვას სრულიად არ ჩაგიკითხავთ, იმიტომ რომ იქ ერთ მეორეზე უარეს ამბებს ანალიზს აკეთებს კარაგანოვი. რა საკვირველია საამებლად პუტინისა, რა საკვირველია გულის მოსაქონად პუტინისა და პუტინის ეგოს კიდევ უფრო მეტად გასაღვივებლად თუ გასაღვიძებლად თუ აქტიურებლად ხო ვნების ომის ვნების გასააქტიურებლად ომის თაობაზე ვნების გასააქტიურებლად აკეთებს ყველაფერს კარაგანოვი ამბობს ყველაფერს კარაგანოვი აქ ლაპარაკობ მე ძირითად საკითხზე ვიცით თუ არა რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის გინდა პროფესორი დაარქვით ამ კარაგანოვს და გინდა აკადემიკოსი ეს ყველაფერი არის ბაქი-ბუქი და არაფერი სხვა. დიახ, პუტინს აქვს შესაძლებლობა რომ დააჭიროს ხილაკს, ალბათ მაინც აქვს ხილაკუკას თავისი თითი და ერთი ბირთვული რაღაცა იარაღი ბომბი გაუშვას მაგალითად ბერლინის მიმართულებით დასაკვირველია, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით პირველ ყოვლისა და ლიდერობით პირველ ყოვლისა ამ ყველაფერს არათუ ვერ არამედ ვერ შეეგუება დასავლეთი და მიწისაგან პირისა მართლა თუ ვინმე აღიგავება ამ შემთხვევაში ეს იქნება სწორედ სახელმწიფო რუსეთი თავის პეტერბურგიან, მოსკოვიან, ესენინიან, დოსტოევსკიანა და დოსტოევსკის ნეგრისიერი ნაწარმოებიანა მეთქი უტრირებ ცხადია, მაგრამ მაინც მოკლედ განადგურდება ერმიტაჟის ჩათვლით ყველაფერი მეთქი ამის თქმა მინდა, მაგრამ ამბავი ის კი არ არის რა მოხდება, არც ერთი მოხდება, არც რუსეთი დაარტყავს და შესაბამისად არც დასავლეთი დაარტყავს მაღალზე მაღალი ალბათობით. ამბავი ის არის რომ ბიზინა ივანიშვილს კარაგანოვისა სჯერა. ბიზინა ივანიშვილს გონია ნებისმიერ წავიკითხავთ თქვენ ეს დებარტი, კიდე რაც არ წამიკითხავს იქიდან გაგაცნობთ ერთ აბზაცს მაგალითად. ტერიტორიების ნაწილი რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც უკრაინა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება. ბიზინა ივანიშვილს გონია რომ ეს ასე მოხდება. ვერ გადააჯერებ, ვერ გადაარწმუნებ, ვერ გაიგებს სულ რომ არგუმენტებით ესაუბრო არიან ამგვარი ადამიანები, ამ კატეგორიის, ამ სოფლხედვის, ამ თვალსაჩინოს ადამიანები, რომლებსაც არგუმენტებს პაკიპა დაულაგებ მაგიდაზე, მაგრამ აი ესე ამოჩემება აქვს და მიერეკებიან საკუთარ თავს ისტორიის ჯოჯოხეთში და მიერეკებიან ამ ქვეყანასაც გარკვეულ ჯოჯოხეთში და სჯერათ რომ რუსეთი არის უძლეველი სახელმწიფო. არა, მეთქი ეტყოდი ბიზინა ივანიშვილს რომ შეხვდეს ბევრ ჩვენგანს ან მეც მათ შორის და აქედან შევუთვლი რომ რასაკვირველი რუსეთი მარცხდება. დემოკრატია არის რთული საზოგადოების მართვის ყველაზე ცუდი ფორმა, ამბობს კარაგანოვი ამისის სჯერა ბიზინა ივანიშვილს, მასაც გონია რომ დემოკრატია არის რთული და ქართული საზოგადოება ბიზინა ივანიშვილის გაგებით არის რთული საზოგადოება, დემოკრატია არის რთული საზოგადოების მართვის ყველაზე ცუდი ფორმა, ასე ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც მხოლოდ სისხლიანი დიქტატურა აღემატება. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა და ის, რასაც მე ლიდერობის დემოკრატიას უწოდებ და ლიდერობის დემოკრატიის თვალსაჩინოება ილუსტრირება არის სწორედ ბიზინა ივანიშვილი რუსეთის სამხრეთ საზღვრებში თუ სამხრეთ საზღვრებთან არსებობს კლასიკური არისტოკრატიული დემოკრატია ზედა დონეზე, რომელიც ავსებულია ძლიერი ადგილობრივი დემოკრატიით, სადაც ხალხი საკუთარ საქმეებს მართავს. ხალხი არა, ხალხის ვითომ წარმომადგენელი ბიზინა ივანიშვილი მართავს საკუთარი საქმეებით თუ საკუთარი ხელით უფრო ზუსტი რომ იყო რუსეთის ფედერაციად პრაქტიკულად გარდაქმნილ საქართველოს ეს რომ
ვიცოდეთ და ეს ბიზინა ივანიშვილი კარაგანოვს და კარაგანოვებს ეყრდობა და გონია რომ ეს ყველაფერი გაუვა და კარგა უვა რასაკვირველია იმიტომ რომ ახლა კიდევ 2 წუთი დაახლოებით 3 წუთი თუ გნებავთ რუსეთი არის მოხრჩობის წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციას ამდენი არ გაუკეთებია არა იმიტომ რომ ტრამპმა რამე მეტი მისცა არამედ ტრამპი უფრო დინამიკურად მოქმედებს და რამდენიც არ უნდა აბრალონ მას დიპსტეიტობა ქართველმა ბანდიტებმა ან ბანდიტების მესვეურებმა ტრამპი საბოლოო ჯამში ემზადება როგორც ჩანს დიდი და უფრო კი არა ზუსტი რომ ვთქვათ მომაყდინებელი ომისათვის პირდაპირ მნიშვნელობით ან არაპირდაპირ მნიშვნელობით სწორედ რუსეთის ფედერაციასთან და ბოროტების ღერძებთან მეთქი ჩინეთი ამასობაში მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებულიც ვარ რომ იქნება ადეკვატური რუსეთი და არაადეკვატური სახელმწიფოები კი ტრამპის სამიზნეები ყოველთვის იქნებიან ვაგლახ რომ მათ შორის იქნება ბიზინა ივანიშვილის საქართველოს და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის რომელიც ვერ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა ტრუკი მოიფიქროს ვერ გადაურჩება შიგიდან ქართული საზოგადოების რისხვას და ზეწოლას და გარედან კი დასავლეთის და კონკრეტულად შეერთებული შტატების რისხვა ზეწოლას და ამასობაში რა პაკროვსკი და რომელიმე სოფელი უკრაინა ისეთ ტალღაზეა აღმავალ ტალღაზე რომ ის როგორ განმჭრიდო ახლა მაგრამ ამ დროს გაისად 2026 წლის ნოემბერში თუ შევხვდებით და აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მე პრაქტიკულად შემეძლება მოგილოცოთ ერთი უზარმაზარი მასშტაბის ამბავი უკრაინა იქნება წინ წაწეული კი არა უკრაინა იქნება აი მოუბრუნებლად გამარჯვების გზაზე ყველა მის იმ ტერიტორიაზე რომელსაც ახლა რუსის სალდატს აქვს ჩაბოტებული ბიზინა ივანიშვილს კი ეს ყველაფერი ვერ გაუგია ბიზინა ივანიშვილს გონია რომ რუსეთი უძლებელია და ავის გაივლის კიდევ ცოტა წელი და ბიზინა ივანიშვილს ცოცხალსართო მკვდარს ბრაზილიის ამაზონის ჯუნგლებში გაქცეულს თუ აბასთუმნის უღრანებში ჩარჩენილს მოსკოვში კრემლთან იქვე წითელ მოედანთან სახლში შეყუჟულს ჩვენ დავცინებთ სადაც არ უნდა იყოს ის და ვეთქვით ერთ ხმამაღალ სიტყვას შენ ვერასოდეს დაბრუნდები ვერც შენი ეს პატარა ბანდიტუეკები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ბევრი მათგანი საპატიმროში წავა ვინც საქართველოს უღალატა თუნდაც შენი კარნახი და უკვე შემდგომი მათი მონანიებები სულაც არ იქნება ინდულგენციის საფუძველი კარაგანოვს უსმინეს შენ თუ გინდა დღეში 7 ჯერ ნახვამდის